შემცველი. ამაზე ბევრად უფრო ღია მიენიშნებებს აკეთებენ ახლა რუსეთის პოლიტიკის ნაწილი და საქართველოს სახელმწიფოების შერყევის და საზოგადოების დაშინების ნაწილი არის მუდმივი განცხადებების გაკეთება, მაშინაც კი როცა საფრთხე რეალურად მათი განხორციელების მცირეა. მაგრამ ამ სტრესში ამყოფებენ ქართულ საზოგადოებას სწორედ და მათ შორის ჩვენ მოკავშირეებსაც რომ მუდმივად დაგვაჭირონ რომ იქნებ გაიტანონ თავისი, რასაც ვერ მოახერხებენ. რაც შეეხება ჩვენი მოკავშირის ამ შესაძლო გადაწყვეტილებას, აქ არ არის დასამალი ჩვენი შეშფოთება ამ საკითხთან დაკავშირებით და საგარეო საქმეთა მინისტრმა ამაზე ღიად ისაუბრა ყველა დონეზე კონტაქტისას რაც შედგა ბოლო პერიოდში. ჩვენ ვთვლით რომ ეს ასეთი ნაბიჯი თუ კი ის გადაიდმება იქნება მიუღებელი და იქნება ცდარი არა მარტო საქართველოსთან მიმართებაში და არა მარტო იმიტომ რომ საფრანგეთმა დიდი როლი შეასრულა რუსული აგრესიის დროს როგორც ევროკავშირის თავმჯდომარე ქვეყანამ და ხელშეკრულების გარანტორი და ამავე დროს დღესაც ითხოვს რასაც ჩვენ ვაფასებთ და მკაფიოდ. მაგრამ ამავე დროს ეს იქნება ძალიან ცდარი სიგნალი ზოგადად ამ ტიპის ქმედების შესაძლო წახალისებისთვის სხვადასხვა ფორმით და სხვადასხვა მიმართულებით არ მარტო საქართველოსთან მიმართებაში. ერთ წელიწადი გავიდა სულ მას შემდეგაც რუსეთმა ყველა საერთაშორისო ნორმის დარღვევით ეს არ არის მხოლოდ ჩვენი შეფასება, განახორციელა აგრესია სუვერენული ქვეყნის წინააღმდეგ. ჩვენ კარგად გვესმის რომ არ არის ეკონომიკური კრიზისი და ყველა სუვერენული ხელისუფლების, დემოკრატიული ხელისუფლების წუხილი და გამოწვევა არის ამ კრიზისის დროს სამუშაო ადგილების შენარჩუნება. გასაგები ეს ლეგიტიმური პრობლემაა, მაგრამ ვთვლით რომ ამ შემთხვევაში ამ ტიპის გადაწყვეტილება იქნება სერიოზული პრობლემა უსაფრთხოებისთვის, რეგიონული უსაფრთხოებისთვის. შესაძლებელია ამ თვალსაზრისით თქვა რაღაც გარკვეული გარანტიების მიღება, არ ვიცი საფრანგეთისგან, არ ვიცი რუსეთისგან, იმის შესახებ რომ თქვა ისინი არ გამოიყენებენ ამ სამხედრო ხომალდს საქართველოს წინააღმდეგ. რუსეთისგან, რაიმე გარანტია. თქვა საფრანგეთისგან ჩვენ საფრთხე არ გვემუქრება. არა, მეუბნები ჩაიდოს თქვა რაღაც ხელშეკრულების სახით არ ვიცი რომ არ მინდა სპეკულირება საფრანგეთს და რუსეთს შორის მიმდინარე რაიმე მოლაპარაკების ამის. ანუ ამის გარანტიები არ არსებობს, უკეთ ეს მაინტერესებს. ჩვენ ვთვლით რომ ეს არის სერიოზული შეშფოთების საგანი და ეს არ არის მარტო საქართველოს პოზიცია, ბევრმა ნატოს წევრმა ქვეყანამ მოკავშირეამ, რომელსაც არანაირი ეჭვი და არც ჩვენ საფრანგეთის მეგობრობაში საქართველოსთან იმ ხარდაჭერაში რომელიც საფრანგეთმა გამოხატა და გამოხატავს დღესაც ყველა თითქმის პრინციპიალურ საკითხში და განსაკუთრებით ყველაზე უფრო გვიჭირდა ჩვენ ვთვლით რომ ეს შეშფოთების საფუძველი ეს იქნება სერიოზული შეცდომა და ჩვენ ვცდილობთ რომ ეს გზავნილი ძალიან მკაფიოდ მივიდეს ყველა ჩვენ მოკავშირემდე. კარგი და ბოლო კითხვა მინდა დავსვა ტირზისიდან გათავისუფლებული ბავშვების და საერთოდ ამ ასე ვთქვათ ინციდენტით თუ რა შეიძლება დავარქვათ ამ ფაქტის შესახებ მე უბრალოდ თქვენი შეფასება მაინტერესებს როგორ ფიქრობთ იყოს ერთგვარი ერთვიანი განგაში თუ შეიძლება ესეთი ითქვას ხო საერთაშორისო საზოგადოებაში ხელისუფლების მხრიდან საზოგადოების მხრიდან მაგრამ ბოლოს მოხდა ისე რომ თქვა ჩამოვიდა ჰამერბერგი და ორი მოზარდი გაათავისუფლეს და მან პირობა დადო რომ 10 დღეში მოხდება თქვა დანარჩენი ორის გათავისუფლება თქვენი შეფასებით იყო ეს აი ამ გააქტიურების და თქვა ამ განგაში შედეგი თუ იმისი რომ თქვა ძალიან ღია კრიტიკა გაისმა ჰამერბერგის მისამართით და თქვა სწორედ ამას მოყვა ეს რეაგირება რომ ეს ჩამოვიდა და სასწრაფოდ მოხდა ამბოშების გათავისუფლება. მადლობა უნდა უთხრათ ყველას, მათ შორის ბატონ ჰამერბერგს ვინც წვლილი შეიტანა ამ ორი ახალგაზრდის განთავისუფლებაში და აგრძელებს ამას. ყველა იმ საერთაშორისო ორგანიზაციას თუ ჩვენ მეგობარი ქვეყნის ხელმძღვანელობას თუ პოლიტიკურ ორგანოს ვინც აგრძელებდა ამ განგაშის ზარის და ამ წნეხს რუსეთზე მე თქვი ერთხელ უნდა გავიმეორო კიდე რომ ჩვენ ვთვლით რომ ეს წნეხი არ არის საკმარისი კერძოდ ამ საკითხთან დაკავშირებით მიუხედავად იმისა რომ ჩვენ ვაფასებთ იმას ვინც ამას აკეთებს და ეს რაღაც თვალსაზრისით ზოგიერთ საერთაშორისო ორგანიზაციის შემთხვევაში პირდაპირ მოვალეობაც არის მათი ხო სწორედ ეს მოვალეობა შეახსენეს მაშინ ჩვენ ვთვლით რომ მე ვთვლი რომ ყველასთვის აშკარაა რომ ეს მოტაცებები და დაკავებები არის ნაწილი პოლიტიკის ეს არ არის რაღაც ცალკეული ინციდენტები ეს არის ნაწილი პოლიტიკის რაც უკვე ვისაუბრე ამ გადაცემაში რათა ქართული საზოგადოება იყოს მუდმივი წნეხის ქვეშ იყოს ფსიქოზური ეს თვითარება და იყოს მე რაღაც ჭყალებში გამოსავლის ძებნისკენ მითები ხა ზოგიერთ მარგინალური მოღვაწისგან ჩვენ გვესმის ხოლმე ეს რომ აბა რაღაც ხო ხედავთ რა დღეში ვართ რაღაც უნდა ვქნათ ღარმილი ამას დაუბრუნდე ამიტომ ამ ვითარებაში ერთადერთი სწორი პოლიტიკა არის ჩემი აზრით ის რასაც ჩვენ ვცდილობთ ყველანი ჩვენ მოკავშირეებთან ერთად ის რომ აი ამ წნეხის შექმნის ფასი რუსეთისთვის იყოს ძალიან დიდი უფრო დიდი ვიდრე ის ეფექტი რის მიღწევაც მათ ვერ შეძლეს ანუ ის ეფექტი რასაც ჩვენ ვხედავთ მივესალმებით ამ ორი ახალგაზრდის განთავისუფლებას გავაკეთებთ ყველაფერს იმისთვის რომ ძალიან მალე ის დარჩენილი ორი ახალგაზრდა იყოს სახლში ბუნებრივი პრიორიტეტი არის არასრულწლოვანი მაგრამ იქ არის სხვა დაკავებული საქართველოს მოქალაქეები და გაგრძელდება ჩვენი მხრიდან ყველა იმ ლეგიტიმური ინსტრუმენტის გამოყენება,
რათა ეს ადამიანები იქნენ განთავისუფლებული და ამასთან ერთად ამ პრაქტიკის ფასი მოუსპოთ, ეფექტი მოუსპოთ საოკუპაციო ძალებს, რათა ეს პრაქტიკა შეწყდეს. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, კრიტიკა ყველანაირი მოღვაწის მიმართ შეიძლება გაისმას, ზოგჯერ შეიძლება ის იყოს საფუძვლიანი თუ საფუძვლო, ჩვენთვის თავარია შედეგი და ჩვენთვის თავარია რომ ჩვენს მტერს აღარ ქონდეს შესაძლებლობა რომ ამ მეთოდით საფრთხე შეუქმნას ჩვენ მოქალაქეების სიცოცხლეს და მათ უფლებებს. ამასთან ერთად კიდევ ერთხელ მინდა დაუბრუნდე და ამით დავამთავროთ, რომ კითხვა არ იქნება, რომ ყველა პრობლემის მიუხედავად, განსაკუთრებით ახლა როცა იმ ადამიანების ოჯახს შეეხება, ვისი შვილიც თუ ახლობელიც იქ არის, გასაგებია, როგორც იმედგომარეობის შემთხვევაში თავს. ყველა მცდელობა რომ ჩვენ რაღაცნაირად შეგვარყიონ და გადაგვახედინონ ამ ყველაფერს და თქვენ რომ რახან არაფერი არ გამოდის, თქვენ თვითონ რომ კლისიერად არ გვაქვს შედეგი მიუხედავად ხარდაჭერისა. მოდის სხვა რამე ვცადოთ. ეს სხვა რამე არ არსებობს, იმიტომ რომ სხვა რამე არის უარის თქმა იმაზე, რისთვისაც ამდენი ხანი, ამდენმა თაობა მიწვალა. ამიტომ ეს არც განიხილება ჩვენ თავისუფალ ქვეყანაში ცხოვრობთ და შეიძლება სხვა ადამიანებს ქონათ განსხვავებული აზრი ამაზე და გვესმის ხოლმე კრიტიკა. ამ თვალსაზრისით, მაგრამ ჩვენი სტრატეგია არ შეიცვლება. საქართველოს გააგზავნებს სვლას ევროპისკენ, ევროატლანტიკური სივრცისკენ, ნატოსკენ, თავისუფალი სამყაროსკენ. საქართველოს მანამ სანამ რუსეთი უქმნის საფრთხეს ჩვენ სახელმწიფოებას, ჩვენ მოქალაქეებს და აქვს ოკუპირებული საქართველოს ტერიტორიები რუსეთთან ისაუბრებს მხოლოდ საერთაშორისო ფორმატში, ჟენევაში, არ დარჩება მარტო და გააკეთებს ყველაფერს, რომ რუსეთისთვის ძალიან ძვირი დაждდეს მინიმალური შელახვაცკი საქართველოს მოქალაქეების უფლებების. გასაგებია. ძალიან დიდი მადლობა. გიგა ბოკერია, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე საუბრობდა პირდაპირ ეთერში და რამდენიმე წამში ჩვენ სწორედ